უნიშნულოვანესი ნაწილი ასევე, რომელიც ხაზს გასასმელია ჩვენთვის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეფორმებზე, რეფორმების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, მართული უნდა იყოს რესურსების სწორად მართვაზე, რესურსებისადმი შესაბამის მოპყრობაზე და მათ შორის წყალი, რომელიც არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი რესურსი და წყალი, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ჭირდება მოფრთხილება და რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით ვიტყოდი, რომ აქვალია ასრულებს განსაკუთრებულად დიდ როლს ქვეყანაში და ძალიან საინტერესო ინიციატივის შესახებ მინდა გესაუბროთ და საინტერესო ღონისძიების შესახებ მინდა გესაუბროთ. აქვალიამ და ჯორჯ ნოთერენ პაუერმა მასშტაბური საგანმანათლებლო და ცნობიერების სასამაღლებელი კამპანიის ყოველი წვეთი ძვირფასია ოფიციალური შემაჯამებელი ღონისძიება და ციფრული კონკურსის გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გამართეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია, კომისიის წევრები, კომპანიის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და კონკურსის გამარჯვებულები. კამპანიის მთავარ მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სასმელი წყლის მიმართ პასუხისმგებლიანი რაციონალური მოხმარების წახალისება და მომავალი თაობების განათლება წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში წყლის სრული ციკლი საინტერესო ინტერაქტიულ და ინოვაციურ საგანმანათლებლო გამოცდილებად გარდაიქმნა. მინდა შემოგთავაზოთ ასევე GVP-ის კომუნიკაციების დირექტორი შეკა ბერძის შეფასება. შეკა ბერძი აცხადებს, რომ მოგეხსენებათ საქართველოში წყლის სექტორში მრავალი გამოწვევა, რომლის გადაჭრაც აქვალიასა და ჯორჯ ნოთერენ პაუერის მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება ურთულეს ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ პროცესს, თუმცა მხოლოდ ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და მილიონობით ლარის ინვესტიცია ვერ იქნება სრულყოფილად ეფექტური თუ პარალელურად არ მოხდა წყლის როგორც საერთო აუცილებელი სტრატეგიული რესურსის მოხმარების კულტურის ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ სისტემურ განვითარებასთან ერთად ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სასმელი წყლის პასუხისმგებლიანი რაციონალური მოხმარების წახალისება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის განცხადება კაპიტანი ეკა ბერძის GVP-ის კომუნიკაციების დირექტორის. თავის მხრივ აღინიშნოს, რომ პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვასთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კამპანიაში თბილისის 100 საჯარო სკოლა, 100 პედაგოგი და 2500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. პროექტისათვის კრეატიულ სააგენტო ლივინგსტონთან ერთად შეიქმნა უნიკალური სამაგიდო თამაში, რომელიც საჩუქრად გადაეცა 100-ვე სკოლას და კვლავაც დარჩება გრძელვადიან საგანმანათლებლო რესურსად ქვეყანაში. გარდა ამისა, 200-ზე მეტმა მოსწავლემ სპეციალურ სასწავლო ტურის ფარგლებში პირადად მოინახულა თბილისის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. პროექტის მეორე ეტაპი კამპანიის კიდევ უფრო გაფართოებას დაეთმო, შეიქმნა ინოვაციური ონლაინ თამაში, სადაც მთავარი გმირი წყლის წვეთი მოთამაშეებს იწვევდა საინტერესო მოგზაურობაში წყლის სრული ციკლის გზაზე მყინვარებიდან ონკანების გავლით კვლავ ბუნებაში დაბრუნებამდე. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, კომპანიის ციფრულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდის გადააჭარბა და ერთთვიანი საკონკურსო პერიოდის განმავლობაში საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმაზე 30000-ზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ხოლო უდიდესი კონკურენციის შედეგად გამოვლენილი 10 გამარჯვებული უკვე საზეიმოდ დაჯილდოვდა. პროექტის აქტიური ფაზა 10 ივნისს ოფიციალურად დასრულდა, თუმცა კამპანიის ფარგლებში შექმნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტები და თამაშები გრძელვადიან მდგრად რესურსად დარჩება საზოგადოებას და მომავალშიც აქტიურად შეუწყობს ხელს წყალმომარაგების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პირველ ადგილზე გავედი. ძალიან ბევრი ვიწვალე და აი არც მჯეროდა სახალისო იყო. გავერთე კიდეც ძალიან საინტერესო ინფორმაცია გავიგე, რომელიც შეიძლება არ ვიცოდი. და მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა. საინტერესო თამაში იყო, უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან საინტერესო კითხვები იყო და რაც მთავარია იყო სხვადასხვა აქტივობები და ეს კიდევ უფრო მრავალფეროვნება, უფრო საინტერესოს ხდიდა თამაშს. მადლობა ორგანიზატორებს. მე ბევრი ვიშრომი ამ თამაშის გამარჯვებისთვის.
გავედი მე-9 ადგილზე და უზომოდ ბედნიერი ვარ. ძალიან დიდი მადლობა. კამპანია ყოველი წვეთი ძვირფასიას ეს ფაზა დასრულებულია, თუმცა ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პროექტმა შეძლო და შექმნა გრძელვადიანი საგანმანათლებლო რესურსი, რომლებიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თაობებს დარჩება და წყლის ციკლისა და წყლის რთული პროცესების შესახებ, რომელიც ონკანის უკან დგას, ინფორმაციას ადამიანები ძალიან საინტერესო გზით მომავალშიც მიიღებენ სწორედ ამ საგანმანათლებლო რესურსის დახმარებით. Georgian Water and Power-ისა და Aqualius-თვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და წყალმომარაგების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ, როგორც ეს პროექტი ყოველი წვეთ ძვირფასია, ასევე ბევრი სხვა ცნობიერების ასამაღლებელი საინტერესო პროექტი მომავალშიც გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც ეტაპობრივად საზოგადოებას რა თქმა უნდა გავაცნობთ. კარგი ინიციატივა, მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლებზე, მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სკოლის მოსწავლეებზე და მით უმეტეს როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სრული პროცესის ჩვენებაზე, რომ მართლაც წყალი, რომელიც თვითონ ჩვენთაგანთან მოდის, როგორ მოიპოვება, როგორ მოდის და როგორ ბრუნდება შემდგომ ბუნებაში, ამ კუთხით მართლაც ცნობიერების ამაღლება შესაშურია. Aqualia არ იშურებს ინვესტიციების განხორციელებას ამ კუთხიდან მართლაც არის ის ინვესტორი, რომელიც მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან დარგობრივ ცოდნას გვაწვდის ამ კუთხით ინვესტიციასთან ერთად მართლაც არის დარგობრივი ინვესტორი, რომელიც შესაბამის დარგობრივ ცოდნას და კომპეტენციას გადმოგვცემს ჩვენ ქვეყანას, თუმცა ცხადია ამ კუთხით მუშაობა ახალგაზრდებთან, მით უმეტეს სკოლის მოსწავლეებთან ცნობიერების ამაღლების ჭრილში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია და რა თქმა უნდა Aqualius GVP-ის ამ კუთხით წარმატებას ვუსურვებთ. დღეს კი Business Insider-ი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე Business Insider-ში. მე კი ხვალამდე გემშვიდობთ.